საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. საქართველოს მთავრობამ 27 აგვისტოს მიღებული დადგენილებით უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. დოკუმენტის თანახმად კანონმდებლობას დაემატა ახალი მუხლები, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს, რა პირობებში შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელების საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ვრცლად გიყვებით საქმიან საღამოში. საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძეს გიორგი ერაძე შეცვლის. შესაბამისი განაცხადი პოსტის დამფუძნებელმა კომპანიამ შესაბამისი ცვლილება დღეს დაარეგისტრირა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სხვადასხვა სფეროში 49 მოვაჭრე ჯამში 105,000-მდე ლარით დაჯარიმდა. სააგენტოს ინფორმაციით საკითხი ეხება მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქმიან საღამოს გიორგი თოლორდავასთან ერთად. დავიწყოთ. მიმდინარე წლის აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტში 1,7 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტის შესრულებამ 14,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 88%-ია. შედარებისთვის 2024 წლის იანვარ-აგვისტოში გადასახადების მობილიზება 13 მილიარდი ლარი იყო, რაც წელს შემოსავლების 8%-იან მატებას ნიშნავს, ხოლო აგვისტოში აკრეფილი 1,7 მილიარდი ლარის გადასახადები წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 171 მილიონი ლარით, ანუ 10%-ით მეტია. შესაბამისად, გეგმის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის შესრულების ტემპი ყველაზე მაღალია და გასულ 8 თვეში იგი 9 თვის გეგმის 90%-ს უკვე უტოლდება, თუმცა ჩამორჩენა მოგების გადასახადში. იმ შემთხვევაში, თუ კი მიმდინარე თვეს ფინანსთა სამინისტრო 512 მილიონი ლარის მოგების გადასახადს არ ამოიღებს, რაც 3-ჯერ მეტი აგვისტოს მაჩვენებელზე, მაშინ ამ გადასახადის შესრულების 9 თვის გეგმა ვერ შესრულდება. დღეს 9 თვის გეგმის სრულად შესრულებისათვის კი ფინანსთა სამინისტრომ სექტემბრის განმავლობაში 871 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 29%-ით, ანუ 197 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული გადასახადების მიმართულებით 9 თვის გეგმა სრულად ვერ შესრულდება. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აქ პირიქით გადაჭარბებაა. მთლიანობაში 2025 წელს მთავრობა ეკონომიკიდან 22 მილიონი ლარის გადასახადების ამოღებას გეგმავს. 8 თვეში აქედან 14,2 მილიარდი ლარი, ანუ წლიური გეგმის 65% უკვე ათვისებულია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით უცხოელი IT სპეციალისტებისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაწესდა. დოკუმენტის მიხედვით კანონმდებლობას დაემატა ახალი მუხლები, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს, რა პირობებში შეძლებენ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შემოსავლის დადასტურებაა, რაც ანაზღაურების სახით წელიწადში 25,000 დოლარის შემადგენლობას უნდა აჭარბებდეს. განსაკუთრებული პირობებია განსაზღვრული იმ უცხოელებისათვისაც, რომლებიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსით არიან რეგისტრირებულნი და IT საქმიანობას ახორციელებენ. ასევე საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლებისათვისაც. დადგენილება ასევე ითვალისწინებს, რომ ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა გავრცელდება IT სფეროში დასაქმებული უცხოელების ოჯახის წევრებსაც. ახალი წესების მიზანი, როგორც ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული, საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისა და უცხოელი სპეციალისტების მოზიდვის ხელშეწყობაა. პრეზიდენტი მიხაილ ყაბალაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს, სადაც წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოხატავს.
ყავლაშვილი აცხადებს, რომ ის საქართველოსა და ამერიკას შორის სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ხელს შეუწყობს. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ პირობად კი ის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების გამოჩენას ასახელებს. პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან. წარმატებით შეუწყეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა ამ ფონზე თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო, თუმცა ბუნებრივია მოვლენებს ყველა თავისი მოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის გამტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული deep state-ის დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია სამწუხაროდ პასიურად აკვირდება. ვიტოვები მეც, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა deep state-თან, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებელ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს. ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად ბაკურ მიქაძე წარადგინა. ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრალიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა თავის დროზე დატოვა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს საჯარო სექტორში მაღალ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ის არის ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ასისტენტ პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამასთან, მიქაძეს მინიჭებული აქვს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი, აგრეთვე არის სამართალმცოდნეობის მაგისტრიც. საქართველოს პოსტას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე ლევან ჩხიკვაძეს გიორგი ერაძე შეცვლის. ბიზნეს რეესში შესაბამისი განაცხადი კომპანიამ დღეს უკვე დაარეგისტრირა. ერაძე ამ დრომდე კერძო ლოგისტიკური კომპანია Space Cargo-ს გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, Space Cargo საჰაერო ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. Google Analytics-ის მონაცემებით 2025 წლის იანვარ-აგვისტოში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 25 მილიონჯერ წაიკითხეს. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.9%-ით მეტია. მათ შორის უშუალოდ აგვისტოში BMG-ის სიახლეებს ჩვენი მკითხველები 2 მილიონჯერ გაესწნენ, რაც წლიურად 1%-ით მეტია. Google Analytics-ის თანახმად, აგვისტოში BMG-ის უნიკალური მკითხველთა რაოდენობა 432,000 შეადგენდა. მან შორის საქართველოსდან ვებგვერდს 366,000 მკითხველი ჰყავდა. ამერიკიდან 12,000, გერმანიიდან 10,000, იტალიიდან დაახლოებით 7,000. BMG-ის გუნდის სახელით აქვე მადლობას გიხდით ერთგულებისა და დობისათვის. ახლა კი დროა თელარ გელანტიას წერტილის დღევანდელი ეპიზოდის ანონსს გავიცნოთ. პოლიტიკური კრიზისის და შეჩერებული ევროინტეგრაციის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში დაწყებულ ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს. წელს 7 თვეში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა, მაგრამ უმუშევრობა მთავარ გამოწვევად რჩება. რამდენად რეალურია ოფიციალური სტატისტიკა და რამდენად თანაბრად ნაწილდება ეკონომიკური დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება. რას ამბობენ და რას ვერ ამბობენ რიცხვები. დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი გიორგი ხისტოვანი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. დღევანდელი ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩინეთში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში ეხება, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ინდოეთისა და რუსეთის პრეზიდენტებიც დაესწრნენ. ამ მოვლენის დეტალებს BMG-ის ჟურნალისტი ერეკლე პოლადიშვილი გაგვაცნობს. ერეკლე, საღამომშვიდობის და გისმენთ. გიორგი, საღამომშვიდობისა. ჩინეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 25-ე სამიტს უმასპინძლა. მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, ქალაქ ტიანძინში პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვდა.
ჯამურად სამიც 20-ზე მეტი ქვეყნის მმართველი დაესწრო. თვალსაჩინოებისთვის ამ სახელმწიფოებში მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი, 3.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. რადგან ღონისძიება უკვე დასრულდა, შეგვიძლია კონკრეტულ მიღწეულ შედეგებზეც ვისაუბროთ. ამ მხრივ კი სალაპარაკო არც ისე ცოტაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე სი ძინპინის მიერ დაანონსებული გლობალური მმართველობის ინიციატივაა. საუბარია ბრიქსის მსგავს პლატფორმაზე, რომელიც არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობას გულისხმობს. ცხადია, ეს ვერ იქნება ნატოს მსგავსი გაერთიანება, თუმცა როგორც ჩინეთის პრეზიდენტი ამბობს, მისი მიზანი უსაფრთხოების ახალი დოქტრინის ჩამოყალიბება და მსოფლიოში ჰეგემონიზმის დასრულება იქნება. კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე ბრიქსის მრავალწლიანი გეგმის დედოლარიზაციის პირველი კონტურების გამოკვეთას ეხება. საუბარია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ახალი განვითარების ბანკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც წევრ ქვეყნებს მისცემს საშუალებას რეგიონულ დონეზე დოლარის გარეშე ივაჭრონ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამ საბაკო კონსორციუმის შექმნაში პირადად 2 მილიარდ იუანს, ანუ 280 მილიონ დოლარს ჩადებს. სესხადგაცემისთვის კი დაინტერესებული ქვეყნებისთვის 1.5 მილიარდიან ყულაბას შექმნის. ცხადია, რიგით 25 სამიტის განხილვის საგანი მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება არ ყოფილა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები შეთანხმდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების და მთვარის კვლევის პროცესში ერთად იმუშავებენ, თუმცა კონკრეტული შეთანხმებები ამ კუთხით არ გაჟღერებულა. სამაგიეროდ მოვისმინეთ ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება, განსაკუთრებით კი იმ პოლიტიკური აქტორებისგან, რომლებიც მსოფლიოს როგორც დღევანდელ, ისე ხვალინდელ დღეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. მათ შორის გამორჩეულად საინტერესო იყო ჩინეთის პრეზიდენტის, შეიძლება ითქვას, ანტიამერიკული გამოსვლა. სი ძინპინმა ტრამპის ადმინისტრაცია ცივი ომის მენტალიტეტით მოქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყნების დაბულინგება საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი აღარ უნდა იყოს. ამ მხრივ მან ინდოეთის მაგალითზე გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების იმედით ტრამპმა რუსული ნავთობის უმსხვილეს შემსყიდველს ინდოეთს ტარიფები 50%-მდე გაუზარდა და მოდის ხელისუფლებას დამატებითი ეკონომიკური ზეწოლითაც დაემუქრა. ცივი ომის მენტალიტეტის დასრულების იმედად სის გლობალური მმართველობის ინიციატივა ესახება და აცხადებს, რომ გაერთიანებაში 20-ზე მეტი ქვეყნის თავმოყრა ნატოს ალიანსისა და მისი მთავარი აქტორის ამერიკის შეკავებას ხელს შეუწყობს. სამით სიტყვით დასავლეთთან ამჟამად ყველაზე დაპირისპირებულმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინმაც მიმართა. ის სრულად დაეთანხმა ჩინელი კოლეგის განცხადებას და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყება სწორედ ნატოს ბრალია. მან ორგანიზაციის აღმოსავლეთით გაფართოების სურვილს პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ შვიდობის მისაღწევად სწორედ ამ პრობლემის მოგვარება იქნება საჭირო. საინტერესო იყო პრემიერ-მინისტრ მოდის გამოსვლაც, რადგან ინდოეთის ლიდერმა მთელი სიტყვა არა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებს, არამედ ტერორიზმის საფრთხეს მიუძღვნა. მან დამსწრე ქვეყნების ლიდერებს ამ გამოწვევის წინააღმდეგ ძალისხმების გაერთიანებისკენ მოუწოდა. მოდის გამოსვლაში ყველაზე უჩვეულო იყო ის, რომ მის საუბარს პაკისტანის ლიდერიც ისმენდა. ცნობისთვის 22 აპრილს სწორედ პაკისტანელმა ტერორისტებმა ბაისარანის რეგიონში 26 ინდოელი ტურისტი ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მოკლეს. ამან კი ორი ბირთვული სახელმწიფო კინაღამ ომამდე მიიყვანა. მოკლედ, ასეთი იყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 25 სამიტის მთავარი შედეგები და საკითხები, რომლებზეც ქვეყნების ლიდერებმა ისაუბრეს. ღონისძიება უკვე დასრულებულია და ახლა ბურთი კოლექტიური დასავლეთის მოედანზეა. ნამდვილად საინტერესო შედეგები დადგა. აქ ცალსაყაის, რომ ჩინეთს აქვს კონკრეტული ინტერესი და ეს ინტერესი პირდაპირ გადის დასავლეთის დასაბალანსებლად ახალი მიზიდულობის წერტილის შექმნაზე. მოკლედ, მადლობა ერეკლე, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ შანხაიში მიმდინარე სიახლეები BMG-ის ჟურნალისტმა ერეკლე პოლადიშვილმა გაგვეცნო. დრო აქვე ვისაუბროთ განვლელითვის და პრინციპში წლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის შეჯამებაზე, რადგანაც გასული თვე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული, დინამიური და საინტერესო იყო გლობალური ბაზრებისა და ბირჟებისათვის. უფრო კონკრეტულად შედეგებს რომ გადავულოთ თვალი, დავინახავთ, რომ ამერიკულ ფლაგმანურ ინდექსებთან მიმართებით
ანუ ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს S&P 500-ზე, Nasdaq-ზე და Dow Jones-ზე, აქ ზრდა გვაქვს დაახლოებით 4%. ასეთი კვეთრი ერთთვიანი მატება ჩვენ ძალიან დიდი ხანია არ გვილოდნახავს, ეს არის უჩვეულო მოვლენაც კი. გარკვეულწილად, რადგანაც როგორც წესი საფონდო ბირჟას ერთ თვეში 4%-იანი ზრდა არ შეჩვევია, თუმცა აგვისტო იყო ნამდვილად გამონაკლისი, ამას კი არაერთი მიზეზი აქვს და ამ მიზეზებს რამდენიმე წუთში გაგაცნობთ, მაგრამ კი სხვა ძირითადი ინდექსებზეც უნდა ვთქვა ორი სიტყვა, მაგალითად ევროპული ფლაგმანური ინდექსი STOXX 600 ასევე გაიზარდა 3%-ით, Nikkei 3.5% დააფიქსირა, აი, ჩინურმა შანხაიმ კი საერთოდაც 9% აჩვენა. შანხაისთვის 9% ერთ თვეში არის დაახლოებით იმის ეკვივალენტი, რასაც ამ ინდექსის მიმართ ინვესტორები მოელიან ერთ წელიწადში. ახლა ინდექსი თუ ერთ წელიწადში 9%-ით იზრდება, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ შანხაიმ შეძლო სულ რაღაც ერთ თვეში ეს კი უკავშირდება, რა თქმა უნდა, გლობალურ მოვლენებს, ტრამპის მიერ გატარებულ პოლიტიკას და მათ შორის ამერიკასთან მიმართებით შედარებით ყოველ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზებას. აქვე ვინაიდან საფონდო ბირჟებზე საუბრობ, შეგვიძლია უმსხვილესი კომპანიების შედეგებზეც ვთქვათ ორი სიტყვა და რაც არ მოუცნაური იყოს. მიუხედავად იმისა, რომ Nvidia-ს მაგალითად ფენომენალური შედეგები ჰქონდა კვარტალურ ჭრილში, გასული თვის განმავლობაში მისი აქციები ფაქტობრივად არ შესრულა, პირიქით რამდენიმე დღის განმავლობაში ლამის 7%-იანი აღმასვლაც კი ჰქონდა. ყველაზე კარგი შედეგი, რაც არ მოუცნაური იყოს, აქვს Apple-ს, რომელსაც აქვს დაახლოებით +15%. ამ Nvidia-სგან განსხვავებით, Apple-ს ბევრი სიახლე დაუგროვდა, საკუთრებით იმ მიმართულებით, რომ Apple ზოგადად AI-ს დანერგვისა და განვითარების მიმართულებით შედარებით ჩამორჩენილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ჩამორჩენა უკვე გარკვეულწილად არის გამოსწორებული და ალბათ უკვე მომავალ კვირას საინტერესო სიახლეებსაც შევიტყობთ. Apple-ის მხრიდან, რადგანაც არის პრეზენტაცია, რომელზედაც აუცილებლად იქნება წარდგენილი ახალი თაობის iPhone-ი და ამავდროულად პოტენციურად Apple Intelligence-ის ყველაზე დიდი განახლებაც, რასაც ყველანი მოვალით. აგრეთვე შესანიშნავი შედეგი ჰქონდა Google-ს, მან 12%-ზე მეტი აჩვენა, Amazon-საც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს 6.6%-ის ფარგლებში და ესეთი გამორჩეული და ყურადსაღები შედეგი აქვს აგრეთვე Tesla-ს. მას აქვს 10%-ზე მეტი ზრდა და Tencent-ს, რომელიც არის მოგეხსენებათ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, მას აქვს +13%. აქ საინტერესო არის ის მოცემულობა, რომ ზოგადად ჩინეთთან და ჩინურ ტექნოლოგიურ სექტორთან მიმართებით ინვესტორების განწყობა ბოლო პერიოდში არის მკვეთრად გაუმჯობესებული, მათ შორის Alibaba-ც კარგ შედეგებს აჩვენებს და უკვე ეს განწყობა აისახება ფინანსურ შედეგებშიც და +13% ერთ თვეში, დამეთანხმებით, რომ არის ფენომენალური შედეგი. დრო აქვე გადავინაცვლოთ კრიპტო ინდუსტრიაზეც, სადაც არის ძალიან უცნაური დინამიკა. ბაზარი იზრდება, თანაც საკმაოდ მდგრადად. ყველა ძირითადი აქტივის შეფასება ბოლო პერიოდში არის მომატებული, მაგრამ ერთ თვეში ბიტკოინის ფასი არის ამ დროს 4%-ით შემცირებული. აი, რაც შეეხება ეთერიუმს, მან დააფიქსირა +24%. ეს ცოტა არ იყოს და უცნაურია და უცნაურობას აქვს თავისი ახსნა და ამ ახსნის ერთი სახელი არის alt სეზონი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, უკვე გადავდივართ სავარაუდოდ altcoin-ების ფაზაში. ასე დროს, როგორც წესი, ბიტკოინი ან არ იზრდება, ან არის სტაგნაციის პერიოდში, როგორც ახლა ვხედავთ და სამაგიეროდ იზრდება ყველა სხვა მსხვილი კრიპტოაქტივის ღირებულება გარდა ბიტკოინისა. და ამ აქტივებს შორის პირველი არის როგორც წესი ეთერიუმი, რომელსაც როგორც გითხარით აქვს +24% ერთთვიან ჭრილში და მისი ფასი უკვე 4500-4600 დოლარიან ნიშნულსაც კი აღწევს. სავარაუდოდ ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება, რადგანაც ამერიკიდან არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს ველით ჩვენ კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებით. აქვე ოქროსეც და ვერცხლზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა. ოქროს ჰქონდა კარგი თვე, +3% ვიხილეთ, ვერცხლმა კი 8.5%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამ ყველაფრის ფონზე ოქროს ფასი უკვე თამამად იმყოფება რეკორდულ ზონაში, რეკორდი არ დაფიქსირებულა გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ზონა ნამდვილად არის მიღწეული და სავარაუდოდ ერთ-ორ დღეში შეიძლება ოქროსთან რეკორდიც კი ვიხილოთ, აი ვერცხლი კი იმყოფება ამჟამად 15 წლიან მაქსიმუმზე, რაც დამეთანხმებით რომ ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, მათ ერთ წლიან პერიოდში აქვს არც მეტი არც ნაკლები +40%.
აქ საუბარი გვაქვს პასიურ საინვესტიციო აქტივებზე, ვინაიდან თქვენც კარგად იცით, რომ ვერცხლისა და ოქროც არანაირ დამატებით ღირებულებას ესე პასიურად არ ქმნიან, ისინი არ გასცემენ არც დივიდენდს, არც კუპონის განაკვეთს, არც კვარტალურ ზრდას, არც აქციების უკან გამოსყიდვას, ისინი მხოლოდ პასიურად ინარჩუნებენ ღირებულებას და ბოლო პერიოდში პირიქით იძენენ კიდეც თავიანთ ახალ ღირებულებას. უნდა ვისაუბროთ აქვე ენერგეტიკულ ბირჟაზეც, ორედე სიტყვა აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ნავთობზე, რომელიც იყო განსაკუთრებით პასიური გასული თვის განმავლობაში, სულ რაღაც -2% ვიხილეთ, მეტი ვერ დაიძრა ნავთობი ვერც ერთი სხვა მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივ აირს, საშუალოდ 6%-ით არის გაეფებული. აქ მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი $78 ფარგლებშია, რუსული ნავთობი კი $63 ივაჭრება დაახლოებით და ეს ფასი არ არის, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, რადგანაც რუსეთის ფედერაციას იმისათვის, რომ ბიუჯეტის შევსება შეეძლოს, მაშინ ბარელი ურალის ფასი უნდა იყოს დაახლოებით $69-70 ფარგლებში, მაგრამ ვართ ამჟამად ამ ნიშნულზე დაბლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არის რეალურად ეკონომიკურ წნეხში, ვინაიდან მისი ბიუჯეტი პირდაპირ არის დამოკიდებული ნავთობზე. აქვე შეგვიძლია უკვე საფონდო ბირჟის წარმმართველ ფაქტორებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. პირველი ფაქტორი, რომელიც არის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან რიტორიკის შემსუბუქება სატარიფო დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მართალია ინდოეთი ჯერაც არის ქარცეცხლში 50%-იან სატარიფო რეჟიმში უწევს ქვეყანას ოპერირება, მაგრამ სხვა ქვეყნებს ასე თუ ისე ვითარება აქვთ შედარებით დალაგებული, მათ მოახერხეს გარკვეული შეთანხმებების მიღწევა ამერიკასთან და ამის ფონზე ინვესტორებს აქვთ პოზიტიური მოლოდინი ზოგადად ტარიფებთან დაკავშირებით და მათ არ აქვთ შიში იმისა, რომ ტარიფები გამოიწვევს საფონდო ბირჟის ჩამოქცევას ან ინფლაციის გაქცევას. აქვე რადგანაც ინფლაციას ვახსენებ, რა თქმა უნდა, ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვა ინფლაციის შემაკავებელ მთავარ ფაქტორზეც, ეს არის რა თქმა უნდა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც არის განსაზღვრული ცენტრალური ბანკის მიერ და ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური ბანკი არის ის, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანებზე, ეს არის რა თქმა უნდა ამერიკის ცენტრალური ბანკი, ანუ ფედერალური რეზერვი, რომელიც ბოლო დროს არის გაჯიუტებული. და ეს გაჯიუტებულობა გამოისახება იმაში, რომ ფედერალური რეზერვი განაკვეთს არა და არ ამცირებს უკვე ლამის ერთი წელიწადია განაკვეთი რჩება 4.9%-იან ნიშნულზე. ეს კი ინვესტორებს არ მოსწონთ, თუმცა გასულ თვეს რამდენიმე საათიანი საუბარი ჰქონდა ფედის ხელმძღვანელს ჯერომ პაუელს საზოგადოებასთან, მან მიმართა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს და იქ ძალიან საინტერესო განცხადება გაავრცელა. ჯერ ამ განცხადებამ გარკვეული სპეკულაცია გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ აპირებს საერთოდაც ფედერალური რეზერვი სამიზნე ინფლაციის ნიშნულის უბრალოდ დავიწყებას და ხომ არ გადადის ის რაღაც ახალ მეთოდზე და ფორმულაზე, მაგრამ არა ეს უკვე გაქარწყლებული ამის შიშები ნუ გექნებათ, სამიზნე ნიშნულს მაინც გაითვალისწინებს ფედერალური რეზერვი, თუმცა შეცვლილი ფორმულირებით და ის იქნება დამოკიდებული არა უბრალოდ გრძელვადიან სტატისტიკაზე, არამედ მიმდინარეზეც, ხოლო მიმდინარე ინფლაციის სტატისტიკა არის დამამოყოლებელი. აი ეს განცხადება იმდენად მოეწონათ ინვესტორებს, რომ მათ გაუჩნდათ მოლოდინი, რომ ფედერალური რეზერვი უკვე ამათვის შეხვედრაზე სავარაუდოდ მისი კომიტეტი შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს და ეს კორექცია შეიძლება იქნეს მათ შორის 25 საბაზისო პუნქტზე, მეტიც შეიძლება 50-იც კი არ არის, ეს უკვე გამორიცხული დაახლოებით 83%-იანი არის ახლა ამისი ალბათობა საფონდო ბირჟაზე. ინვესტორები ამჟამად სწორედ ამას მოელიან. მოკლედ, პოზიტიური მოლოდინები არსებობს, ეს ყველაფერი ფასებზეც აისახება და თუ კი ეს მოლოდინები გამართლება, რა თქმა უნდა, საფონდო ბირჟას ზრდისა და განვითარებისათვის კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ექნება. რო ვისაუბროთ იმაზე თუ რა ხდება სოფლიოში და სოფლიოში არაერთი საინტერესო რამ ხდება, ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რომელსაც მინდა შევეხოთ, ეს უკავშირდება რუსეთის სამთავრობო ბიუჯეტთან დაკავშირებით ახალი მონაცემების გასაჯაროებას. ჩვენ რუსეთიდან პერიოდულად რა თქმა უნდა ვიღებთ გარკვეულ მონაცემებს, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ სტატისტიკას, მაგრამ ეს სტატისტიკა როგორც წესი არ არის ხოლმე დეტალური, ჩაშლილი და ეს უკვე არის დე-ფაქტო მოცემულობა, რომელსაც ხედავთ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რადგანაც მარტივად რო ვთქვათ, კრემლს დიდად არ უნდა იმისი გაჟღერება და თქმა თუ რამდენს ხარჯავს ომში, როგორ ხარჯავს და საით მიიმართება მოქალაქეების
გადასახადებიდან აკრეფილი ფული, მაგრამ ყოველთვის ცდილობენ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ექსპერტები გარკვეული შეფასებების დადებას და ახალი შეფასებაც არის გამოჩენილი და ეს უკავშირდება იმას, რომ შესაძლოა, ეს რა თქმა უნდა დადასტურებული არ არის, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერაციას ჰქონდეს უკვე დახარჯული ომის წარმოებაში 94 მილიარდი დოლარი. ეს თანხა მნიშვნელოვნად აჭარბებს თავად შეთანხმებულ თავდაცვის ბიუჯეტს ამ პერიოდისათვის გამოყოფილს და იმაზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ფედერალური მთავრობა ბიუჯეტს იზიდავს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროექტებიდან და შემდეგ მათ დანიშნულებაში უბრალოდ არ უთითებს თავდაცვას, უთითებს როგორც წესი სხვა ხარჯებს, მაგრამ ეს თანხა სწორედ ომისაკენ არის როგორც წესი მიმართული. ეს თანხა სხვადასხვა ვაკუუმში ბევრს არაფერს გეუბნებათ, ამიტომაც რაღაცას უნდა შევადაროთ და ყველაზე კარგი რამ შესაძლებლად ყოველთვის არის გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემები. როგორც ჩანს, 2024 წელთან შედარებით ეს ბიუჯეტი არის გაზრდილი არც მეტი არც ნაკლები 31%-ით. 2023 წელთან შედარებით მატება არის 95%, ხოლო 2022 წელთან შედარებით, ანუ როდესაც რუსეთმა ომი წამოიწყო, თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის ფედერაციისა არის გაზრდილი 3-ჯერ. აი ესე დრამატული მატება აქვს რუსეთს, რაც არის, რა თქმა უნდა, მარტივად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელი, რადგანაც ეს ბიუჯეტი არის ის ბიუჯეტი, რომელსაც რეალურად მოქალაქეები აფინანსებენ, მათ შორის საშემოსავლო გადასახადით, დეგეგეთი, მოგების გადასახადით, მიწის გადასახადით, ქონების ფლობის გადასახადით და სხვა უამრავი გადასახადით, რომელიც არსებობს რუსეთის ფედერაციაში, თუმცა ეს თანხები მიდის შემდეგ უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი, მარტივად რომ ვთქვათ, შემდეგ არის განადგურებული სხვადასხვა ტექნიკის სახით და ერთ-ერთ განადგურებულ ეგზემპლარს თქვენ ახლა ხედავთ თავად ეკრანებზე. ეს ხარჯები შეგვიძლია რა თქმა უნდა დღეებშიც თარგმნოთ და როგორც ჩანს თვეში რუსეთის ფედერაცია ხარჯავდა 15.6 მილიარდ დოლარს, რაც დღეში იყო 516 მილიონი დოლარი. აი, სწორედ ეს თანხა უჯდებოდა რუსეთის ფედერაციას ამ ომის წარმოება, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი არის ის, რომ დამოუკიდებელი ექსპერტები ამ თანხებს არ იჯერებენ. მათი შეფასებით რეალური დანახარჯები არის კიდევ უფრო მეტი, ვიდრე აქ ჩანს, რადგანაც რუსეთში არის არაერთი საინტერესო სქემა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ ფული შეიძლება იქნეს წარმართული სამხედრო მიმართულებით, მაგრამ მის დანიშნულებად იყოს მითითებული აბსოლუტურად სხვა რამ. მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარება და ამის აუდიტირებას, რა თქმა უნდა, სხვა ვერავინ ვერ მოახდენს, გარდა თავად რუსეთის ფედერაციის მთავრობისა. მოკლედ, რუსეთს ეს ომი უჯდება ძალიან ძვირი, მისი ეკონომიკური მდგომარეობა კი დიდად სახარბიელო არ არის. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ უკრაინის ეკონომიკაზეც, რომელსაც აგრეთვე არ აქვს სახარბიელოდ საქმე, რაც გასაკვირი არ არის ალბათ, რადგანაც ომში ჩართული ქვეყანა შეუძლებელია კარგი ეკონომიკურ მდგომარეობაში იყოს და აქვე გამოქვეყნდა უკვე მეორე კვარტლის მიმდინარე წლისა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და ზრდამ შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის პლუს 1.7%. ეს არის წინარე პროგნოზზე გაცილებით ნაკლები შედეგი, რადგანაც ანალიტიკოსებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ზრდა იქნებოდა 2.5%-ის ფარგლებში, მაგრამ ვითარება გაუარეს და ჩვენ ვიცით ფრონტის ხაზზე რაც ხდება და შესაბამისად ეკონომიკაც ამით იღებს ძალიან დიდ დარტყმას, ამასთან ინვესტორებს მთლად პოზიტიური მოლოდინები, მარტივად რომ ვთქვათ, ომთან დაკავშირებით არ აქვთ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი უკვე არის იმდენად გაწელილი, რომ აქ რაღაც პოზიტიური დასკვნების გაკეთება არის რთული, განსაკუთრებით თუ კი გავითვალისწინებთ ევროპელი ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ომი სავარაუდოდ ხანგრძლივი იქნება და მისთვის უნდა მოვემზადოთ ეს, რა თქმა უნდა, ინვესტორების საქციელსა და განწყობაზეც ისიერად აისახება. შედარებისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკრაინის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა, ანუ ამ კვარტალში, წინა კვარტალში შედარებით უკეთესი შედეგია ნაჩვენები, მაგრამ ის როგორც გითხარით არის მაინც შემორჩენილი, რადგანაც 2024 წელს მაგალითად ქვეყნის ეკონომიკამ პლუს 2.9% დააფიქსირა, ხოლო 2023 წელს მატების მაჩვენებელი იყო 5.5%. ეს რა თქმა უნდა არის საბაზისო ეფექტის გათვალისწინებით, უკრაინას 5.9%-იანი ზრდა 2023 წელს არ დაუდია ჩვეულებრივ პირობებში, იქამდე იყო რამდენიმე 10%-იანი ვარდნა, რომლის დათვლაც კი ძალიან რთულია და სწორედ იმ საბაზისო ეფექტთან შედარებით მცირედი მატება იყო ის პლუს 5.9%, მაგრამ ქვეყანა გარკვეული აღდგენის ტრაექტორიით მაინც მიდის, რაც არის პოზიტიური და ამ ყველაფრის ფონზე უკრაინის ეკონომიკის მოცულობა
ამჟამად არის 189 მილიარდი დოლარი, ამ შედეგით იგი არის გლობალურ რეიტინგში 58 ადგილზე და თუ დაუჯერებთ IMF-ს წესით 2025 წელს მისი ეკონომიკა უნდა გაიზარდოს 2 ან 3%-ით, მაგრამ ეს მოლოდინი მაინც არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიტიური სცენარით გათვალისწინებული, ვინაიდან შეიძლება ფრონტის ხაზზე ვითარება გაუარესდეს, ეს კი რა თქმა უნდა ეკონომიკურ სტაზე აისახება აუცილებლად ნეგატიურად. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება რეალურად ორ სახელმწიფოს. საფრანგეთი და გერმანია მოგეხსენებათ ამ პერიოდში არიან ძალიან გააქტიურებულები, ვინაიდან მათ აქვთ ევროპის ლიდერობის ტვირთი საზიდი და როგორც ჩანს ამ ქვეყნების ლიდერები ფიქრობენ ახალ ინიციატივაზე და ეს ინიციატივა იქნება მიმართული რუსეთის სტრატეგიული მეგობრების წინააღმდეგ. აქ მოიაზრება რა თქმა უნდა ის სახელმწიფოები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად აფინანსებენ რუსეთის სამთავრობო ბიუჯეტს, ანუ ამ შემთხვევაში სამხედრო ბიუჯეტსაც და აქ გასათვალისწინებელი არიან ძირითადად ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობენ რუსულ ენერგეტიკულ რესურსებს, მათ შორის ნავთობსა და გაზს. ეს ქვეყნები ყველასათვის კარგად არის ცნობილი, მათი სახელები ჩვენ კარგად ვიცით, ესენი არიან რა თქმა უნდა ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და აგრეთვე ბრაზილია და ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ როგორც ჩანს უკვე საფრანგეთსა და გერმანიას სურთ დამატებითი შემზღუდავი ზომების შემოღება. რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ევროკავშირის დონეზე ამ ქვეყნების, ანუ მესამეული ქვეყნების წინააღმდეგ რაღაც სანქციების და შეზღუდვების დაწესება იქნება უბრალოდ წარმოუდგენლად რთული, სავარაუდოდ ამ სანქციების პაკეტს დაბლოკავენ გარკვეული აქტორები, მაგრამ ამ ქვეყნებს აქვთ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი მათი მხრიდან მზაობა და მოწოდება იქნება, ამ ნაბიჯს გადადგამს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც აქვს ყველანაირი ბერკეტი, მზაობა და შესაძლებლობა იმისა, რომ ასეთი თამამი ნაბიჯი გადადგას მათ შორის ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ და ეს დაპირება პრინციპში ჩვენთვის უცხო არ არის, რადგანაც რამა იგი არაერთხელ გააჟღერა და პრინციპში ეს არის მისასალმებელი, რომ ევროპელი ლიდერებიც იზიარებენ ამ სულისკვეთებას და მათ შორის ტრამპს მოუწოდებენ იმისაგან, რომ შემოიღოს გარკვეული შემზღუდავი ზონები ინდოეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რადგანაც ამის გარეშე რეალურად ძალიან რთული არის რუსეთის შეჩერება, რადგანაც თუ კი რუსეთს ყოველთვის ექნება წვდომა ულიმიტო ბიუჯეტთან, იგი ყოველთვის შეძლებს ომის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, რუსეთს რაღაც ენერგეტიკული რესურსები ხვალდაზე არ მოეწურება, არც ნავთობი, არც გაზი და არც ფოლადი და არც სხვა მადანი, რაც არის საჭირო ტანკების წარმოებისათვის თუ მაგალითად ენერგორესურსების გაყიდვისათვის და ამ შემთხვევაში ერთადერთი შემაკავებელი ბერკეტი და მექანიზმი შეიძლება იქნეს, რა თქმა უნდა, მეორეული და მესამეული სანქციები იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ბერკეტს აიგნორებენ და უბრალოდ რუსეთის ფედერაციას აძლევენ ძალიან დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის ვაჭრობის სახით და თანაც აქ გასათვალისწინებელი ის არის, რომ ჩინეთსაც და ინდოეთსაც, რა თქმა უნდა, რუსეთისგან მხოლოდ იაფი ნავთობის და გაზის მიღება არ სურთ, აქ საუბარი არის გეოპოლიტიკურ გავლენაზე და მათ შორის რა თქმა უნდა თავიანთი პირადი ინტერესების გატარებაზე, ვინაიდან ჩინეთს კაცლები დიდი ხედვები და მიზნები და ამბიციები აქვს, ვიდრე ეს უბრალოდ არის რუსული ნავთობის შესყიდვა. აქვე სანქციებთან, ტარიფებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო სიახლე და ეს სიახლე უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც მიიღო ესეთი საინტერესო გადაწყვეტილება ორი ძალიან მსხვილი კომპანიის წინააღმდეგ. ერთი კომპანია ეს არის ყველაზე მსხვილი სამხრეთკორეული კომპანია, Samsung Electronics-ი, მეორე კომპანია კი არის SK Hynix-ი. ორთავე მათგანი ჩვენთვის შეიძლება იყოს ცნობილი სხვადასხვა პროდუქტებით, Samsung-ი მათ შორის ტელევიზორებით, მაცევრებით და სმარტფონებით, მაგრამ ორთავე მათგანისათვის შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო არის რეალურად მეხსიერების ბარათები, ნახევარგამტარები, კომპიუტერული პროცესორები და ჩიპები. ამ მოწყობილობებს, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები აწარმოებენ სხვადასხვა ქვეყნებში. სამხრეთ კორეაში მოგეხსენებათ რაიმის წარმოება არის უკიდურესად ძვირი, შესაბამისად Samsung-ი თავისი პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს აწარმოებს ჩინეთში. რაც არის საერთაშორისო აპრობირებული პრაქტიკა, რადგანაც მათ შორის ამერიკაც თავის პროდუქციას აწარმოებს ჩინეთში, მაგალითად Apple-ის სახით. მოკლედ,
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, კერძოდ ტრამპის ადმინისტრაციამ დააწესა ახალი დამატებითი შეზღუდვები სწორედ ამ ორი კომპანიის წინააღმდეგ და მათ შეეზღუდათ ჩინეთში წარმოებული ნახევარგამტარების როგორც ექსპორტირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ამერიკული ტექნოლოგიის გაყიდვა თავად ჩინეთის ბაზარზე. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური შემზღუდავი ფორმა ამ კომპანიებისათვის, ვინაიდან მათი წარმოების უდიდესი ნაწილი არის ბაზირებული ჩინეთში და ისინი უდიდეს შემოსავალს იღებენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა როგორც ჩანს, მათ მოუწევთ გადაწყობა წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ შეძლებენ ამერიკასთან ვაჭრობას, ხოლო ამერიკის ბაზრიდან გასვლა, რა თქმა უნდა, ყველა ტექნოლოგიური კომპანიისათვის არის მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკური სუიციდი, ამაზე რა თქმა უნდა, არც Samsung-ი და არც SK Hynix-ი არ წავლენ. ამ კომპანიებს მიეცემათ 120 დღიანი პერიოდი იმისათვის, რომ მათ მოახდინონ მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თავიანთი ქარხნები გადაიტანონ სხვა ქვეყნებში, სასურველია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკაში ნახევარგამტარების წარმოება ამ ეტაპზე არის ტექნიკურ დონეზე. შეუძლებელი ამისათვის საჭირო ცოდნა, ტალანტი, მათ შორის ტექნიკური ინფრასტრუქტურა ამერიკაში უბრალოდ არ არსებობს, სავარაუდოდ სხვა პრეტენდენტებად, ჩინეთის ჩამონაცვლებლად გამოჩნდებიან, მათ შორის ინდოეთი, ვიეტნამი ან შეიძლება მათ შორის ტაივანიც. მოკლედ, აი ასეთი სიახლეები არის გლობალურ ასპარეზზე, ჩვენ კი დროა გადავინაცვლოთ ჩვენს კავკასიის რეგიონში, რომელთან დაკავშირებითაც არის არაერთი საინტერესო სიახლე, რომელთაც გაგაცნობთ ჩვენ ახლა უკვე დღეს რიცხვის ფორმატში. მიმდინარე წელს კავკასიის რეგიონი ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკით, შედარებით მაღალი ინფლაციით და სავალუტო მერყეობით ხასიათდება. უშუალოდ ქვეყნების მიხედვით კი ვითარება ასეთია. თურქეთში წლიური ინფლაციის დონე აგვისტოში 32.6% შეადგენდა, მაშინ როდესაც ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 43%-ის დონეზე ინარჩუნებდა. მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ლირა დოლართან მიმართებით კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურებულია და $1 კურსი 41 ლირას აღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ანუ IMF-ის პროგნოზით 2025 წელს თურქეთის ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით გაიზრდება. Reuters-ის პროგნოზის მიხედვით კი წლის მთლიანი ზრდის მაჩვენებელი 2.9% იქნება. აზერბაიჯანში ინფლაციის დონე საშუალოდ 5.7%-ია, რაც ცენტრალური ბანკის მიზნობრივ ზონაში იმყოფება. IMF-ის პროგნოზით 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება. ექსპერტების მიერ აზერბაიჯანის მაკროეკონომიკური გარემო რეგიონში შედარებით სტაბილურად მიიჩნევა. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ სომხეთს. მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის პროგნოზით წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 4.9%-ით გაიზრდება. რეფინანსირების განაკვეთი სომხეთში 6.75%-ის ფარგლებში იმყოფება. წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 4%-ის ფარგლებშია. რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირებულია. IMF-ის შეფასებით ის მხოლოდ და მხოლოდ 0.9% იქნება, მაშინ როცა წინა პროგნოზით ის 1.9%-ს აღემატებოდა. ინფლაციის დონე და მონაცემები 9-10%-ის ფარგლებშია, ხოლო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 18%-ს შეადგენს. მიუხედავად მაღალი პროცენტული განაკვეთისა, ინფლაციის შეკავება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთში და თან ამას უმუშევრობის ზრდა და ენერგეტიკული სექტორის კრიზისიც ემატება. რაც შეეხება ჩვენ სამშობლოს, საქართველოში 2025 წლისთვის IMF-ი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6%-ზე განსაზღვრავს. ინფლაცია საშუალოდ 4.3%-ის ფარგლებშია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოსაა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის დონეზე რჩება. ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურია, დოლარის კურსი კი საშუალოდ 2.70 ლარის ფარგლებშია. აი, ასეთი ვითარებაა ჩვენს რეგიონში, საქმე საღამოს კი ზუსტად 1 წუთში საფონდო ბირჟების მიმოხილვით გავაგრძელებთ. სახელმწიფო შესყიდვების აგენტომ 2 კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება M3 კატეგორიის 18 ავტობუსის შეძენა და მათი გეგმიური ფლობის მომსახურება. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1.1 მილიონ ლარია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში მოქმედებს იურიდიული მომსახურების შესაძენად 133,000 ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია FTI Consulting-თან. ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს შესაბამისი ტენდერი კი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 31 აგვისტოს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,694,224 ლარია. თბილისის მერის ინფორმაციით საბურთალოს რაიონის გამგეობა მერაბ ალექსიძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები საბურთალოს 3 ქუჩაზე მიმდინარეობს. მერიის ცნობითვე ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაციის ღირებულება 2,800,000 ლარია. საქმეს აღამას ვაგრძელებთ საფონდო ბირჟების მიმოხილვით და გამლელი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ. პრინციპში ამის მეტი არც არაფერი გვეთქმის დღევანდელ სესიაზე, ვინაიდან დღეს ამერიკაში არის ფედერალური დასვენების დღე, ანუ უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა არ შემდგარა და ეს შედეგები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, არის პარასკევის მონაცემები, ხოლო პარასკევს ვითარება იყო შემდეგგვარი S&P 500-თან ვიხილეთ ჩვენ -0.64%, Dow Jones-თან -0.21%, Nasdaq-თან კი -1.15%, მაგრამ როგორც რამდენიმე წუთის წინ გითხარით, ეს ცირედი კორექცია გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ არაფერს ნიშნავს, რადგანაც აგვისტოს განმავლობაში ძირითადმა ინდექსებმა საშუალოდ ანახეს +4%, რაც არის უბრალოდ ფენომენალური შედეგი. ამერიკიდან ევროპაში შეგვიძლია გადავინაცვლოთ, სადაც როგორც თავად ხედავთ, Exxon სკოლის კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი 0.23%-ით. შანხაის ინდექსაც აგრეთვე პოზიტიური შედეგი აქვს, და არის დაახლოებით 9%. აი, იაპონურ ინდექსს რაც შეეხება, ნიკეის აქვს კლება და ეს კლება არის -1.24%, მაგრამ აქაც გრძელვადაში მაინც კარგი დინამიკა იკვეთება, როგორც ამერიკაში, აგრეთვე ევროპასა და აზიის რეგიონშიც. აქვე კომპანიების შედეგებსაც შეგვიძლია გადავალოთ თვალი. წინარე სავაჭრო სესია, როგორც ხედავთ, გამორჩეული და სახარბელო ლამის არც ერთი მსხვილი კომპანიისათვის არ ყოფილა, თუ კი Berkshire Hathaway-ს და Google-ს არ ჩავთვლით, ხოლო კლების მიმართულებით ყველაზე მკვეთრი დაღმასვლა ჰქონდათ Tesla-ს, TSMC-სა და Broadcom-ს. სხვადასხვა Broadcom-ი არის ძალიან საინტერესო კომპანია, რომელიც მოიხსენება ტექნოლოგიურ სექტორში არის წარმოდგენილი, არაერთ საინტერესო მოწყობილობას აწარმოებს, ის მათ შორის ნახევარგამტარებს, გადამცემ ჩიპებს, აგრეთვე იგი აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას და აგრეთვე ანტენებსაც. ეს კომპანია დიდად ცნობილი, ეს შეიძლება საჯაროდ არ იყოს, მისი ლოგოც შეიძლება არასდროს გენახოთ, მაგრამ ის რეიტინგში იმყოფება არც მეტი არსნაკარები სოფლიოში მერვე ადგილზე და მისი კაპიტალიზაცია არის როგორც თავად ხედავთ, დაახლოებით $1.4 ტრილიონი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ის ერთ-ერთი უიშვიათესი კომპანია, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის, მაგრამ არის კოლოსალური მასშტაბების, ვინაიდან ის გადის ყოველწლიურად და ყოველ კვარტალურად უდიდეს მოგებაზე. აქვე უნდა გადავინაცვლოთ ჩვენ უკვე ენერგეტიკულ ბირჟაზეც, სადაც როგორც თავად ხედავთ, ამ ეტაპზე დღევანდელი მონაცემებით გვაქვს და ნავთობი არის 1%-ით გაძვირებული, ბრენტის ფასი $68, WTI კი $65 ვაჭრება. ბუნებრივია, რასაც შეეხება, ის დაახლოებით 2.5%-ით გაძვირებული, თუმცა ერთნაირ პერიოდში როგორც ხედავთ, კლება გვაქვს და ბუნებრივია არის საერთოდაც მიმდინარე წლის განმავლობაში 36%-ით არის გაიაფებული. რუსულ ნავთობსაც აგრეთვე დიდად სახარბელო შედეგები არ აქვს. კარგი შედეგი აქვს ოქროს. მისი ფასი არის გაზრდილი, უნცია მეტალის ფასი როგორც ხედავთ ამჟამად შეადგენს $3,476, ეს არის ერთ კვირაში 3% გაზრდილი მაჩვენებელი, რაც შეეხება ვერცხლის +5%-ს გვაჩვენებს ერთ კვირაში, ერთ წლიან პერიოდში კი ორთავე ძვირფას მეტალს აქვს საშუალოდ 40%-იანი მატება, რაც დამეთანხმებით რომ არის ფენომენალური შედეგი. კრიპტოინდუსტრიასაც გადავალოთ აქვე თვალი. დიდად ძვრები დღის განმავლობაში არ ყოფილა, ბაზრის შეფასება ისევ და ისევ სტაბილურად არის, როგორც ხედავთ, $3,850,000,000 ფარგლებში, აი ბიტკოინს რაც შეეხება, მისი ფასი არის $109,000. კარგი ხანია უკვე ბიტკოინის ფასი $110,000-იან ნიშნულს ინარჩუნებს, +-5,000 არის იგი წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, სტაბილურობა მისასალმებელი, ეს ინვესტორებს ნამდვილად მოსწონთ, მაგრამ სანამ გაგრძელდება ეს სტაბილურობა ასეთი ფორმით, ეს უკვე არის საკითხები, რადგანაც როგორც წესი ბიტკოინს გრძელვადიან
ზოგადად სტაბილურობა არ სჩვევია. სხვათა შორის ბიტკოინისგან განსხვავებით ძალიან დინამიური არის ბოლო პერიოდში ეთერიუმი, მისი ფაზი როგორც ხედავთ, ამჟამად $4400 ფარგლებშია, მართალია ის მიმდინარე კვირას 6%-ით გაუფასურებული, თუმცა თუ კი ორთვიან პერიოდს დავაკვირდებით, მისი ფასი უბრალოდ არის გაორმაგებული, ფენომენალური შედეგი დადო ეთერიუმმა და ამის ფონზე მისი კაპიტალიზაცია 527 მილიარდია, ბიტკოინთან მიმართებით კი კაპიტალიზაცია შეადგენს 2.71 მილიარდ დოლარს. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც წარმოადგენელ ქართულ კომპანიებს ბოლო პერიოდის განმავლობაში ლაცახარბიელო შედეგები არ აქვთ. ეს არის საქართველოს ბანკი -1.36%-ით და როგორც ხედავთ, აგვისტოში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კლება უკვე არის საკმაოდ მკვეთრი, ჩარტსაც რომ დავაკვირდებით, დავინახავთ რომ კორექციის მაჩვენებლით ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვუახლოვდებით ივლისის მიწურულის შედეგებს, ანუ მთლიანი აგვისტოს აღმასრულის პერიოდი, რა დროსაც ძირითადმა ინდექსებმა გლობალურებმა დააფიქსირეს ფენომენალური შედეგები, ქართულ კომპანიებს ჰქონდათ ძალიან დიდი ჩამორჩენა და ზოგადად, როდესაც კომპანიას აქვს ჩამორჩენა, მაგრამ ინდექსების შეფასება იზრდება, ამ დროს კაპიტალი როგორც წესი გაედინება კომპანიიდან და მიემართება ინდექსებისაკენ, ასე არის ბუნებრივი მოცემულობა და შესაძლოა ამოცემულობის წინაშე აღმოჩნდნენ ქართული კომპანიებიც, ეს არის TBC -0.23%-ის დღის განმავლობაში და როგორც ხედავთ, აქაც მკვეთრი კლება გვაქვს რეალურად TBC-ის შემთხვევაში საერთოდაც თუ დავაკვირდებით, ჩარტს დავინახავთ, რომ აპრილის შედეგებთან ვართ დაბრუნებული, შეგვიძლია ვთქვით, რომ ბოლო პერიოდის აღმასვლა, რაც იყო TBC-თან და საქართველოს ბანკთან, მათ შორის კვარტალურ შედეგებით განპირობებული, ახლა უკვე სრულად არის წაშლილი და გამქრალი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაღაც გრძელვადიანად საშიში და სტაგნაციის მომასწავებელი, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც ხედავთ, ორთავე ქართულ კომპანიას აქვს საკმაოდ მაღალი ვოლატილობა, რაც პრინციპში მათთვის არის დამახასიათებელი, რადგანაც ამ კომპანიების შეფასება არის შედარებით დაბალი გლობალურ გიგანტებთან შედარებით. აქვე საქართველოს ვახსენებთ, ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც რა თქმა უნდა ვისაუბროთ, მისი გასული კურსი, როგორც ხედავთ, საკმაოდ სტაბილურად ისევ და ისევ არის წარმოდგენილი დოლართან 2.79-ის ფარგლებში, ევროს კურსი 3.15-ია, სტერლინგის კურსი კი არის 3.64 და ბოლოს საქმე 2.000 უნდა ვთქვათ, ლარში ინვესტორების შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გააზრებთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად და ახლობით შეადგენს ამ ეტაპზე 10%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 11%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო სარგებლის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან ძირითადად თანხის შემცირება თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. მოკლედ, აი ასეთი ვითარება გვაქვს ჩვენ გლობალურ საფონდო ბირჟებზე და სწორედ ასეთი იყო დღევანდელი საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის შემდეგ გელი თელარ გელანდია საავტორო გადაცემა წერტილი, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. მომავალში ხვდებით. საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი.